ეხლა რამდენი წლის ახარ? არ გეტყვით. 79-ის გავხდები ველახალწელს. ეს არის ფშაურის სალხინო. აი დაუშვათ მუშანი იყო სვაჩეჩვის თუ რაღაცა და მასმინძელი მოხუცი იყო თუ ვინც იყო იქა უკრავდა მას და ისინი შეჩავდნენ ქალები ართავდნენ შეჩავდნენ მათ რაღაც და ის კიდე ართობდა ეს მოხუცი და ეს სალხინო ქვია ამიტომ. სუფრული სიმღერა იგივე ფშაურის სიმღერა რო იცით ეს არის სუფრული ხო? სუფრულში მოდის კაფეა და ლექსობა. ლექსობა არის ძირითადად და კაფე არის სხვა. კაფე არის ის რომ ან თავის თავს ალექსებ გამოუთხამ ლექს. ან სხვა ალექსებ დაუბარებ, ან წერილით მისწერ, ან სიტყვიერად დაუბარებ. ლექსობა არის ერთ-ერთზე რო ელექსება. სიმღერით ეს ფართო ფშავში ხდება. არ სადარა ხდება ლექსობა, ფშავში და ხევსურეთში ხდება სიმღერით და რითმი შეუცვლელად. სიმღერას ბანი უხდება გვდარძმას ტირილი შენი ჭირი მე ხინგალო რა დეთრეინე ციცასა თუ არა შენამს დამაყრი მიწასა თუ გეგეთა კარგი ყავ რა დეთრეინე ციცასა მე როგორ ყოფილა იცი კაცმა მოხარშა ხინგალი ლამდო სტუმრები მიდიან მოულოდნელად რა მონადირეები თუ რაღაცა ეხლა მანო თქვა რომ ესენს უშამიჭებნა ხინგალზე ხონჩა გააკანა საწოლის ქვეშ ხინგილიანი ხონჩა რა ნაიჟენ ეხლა და მოუტანა პური ყველი არაღის სვამი რაღაც მაგრამ კატამ გამაათრია ხინგალი გაიგე დააწახილა წაართვა და შეჭამა ეს ხინგალი და მაშინ კაფეა თქვა მაშინ რა შენი ჭირი მე ხინგალო შენამც დამაყრი მიწასა თუ გეგეთა კარგი ყავ რა დეთრენე ციცასა ეხლა ბალღობიდან რომ მომიყვე ვალიკოძია სიმღერა ვინ გასწავლა პაპა გრიოლი ერქვა ჭერლას ეძახდნენ თვალჭრელი კაცი იყო ცისფერი თვალები ჰქონდა სკიფაშვილი იგივე დოტყურაული განაყოფილია სადაც ცხოვრობდნენ აი აქ აი ის აშენებული აი 1930 წელს ეს სახე. აწერი აი გაგურზე. აპა როგორ მღეროდა? ხმა ქონდა როგორ ზარი. რას მღეროდა? მაგარი ლექსობაც იცოდა რა. ლექსობა. კი. პაპამ რა სიმღერა გასწავლა? არც ვნახე დაჭრილი პირველად მაგას მღეროდი მე და ჩექის. ეცადა ბეჭავს ადგომა მაგრამ ვეღარა დგებოდა თიბლური თიბელმონ თიბელს გამაზახა ბაჩლის თავითა ყარის თავსა თიბლური სიმღერას ქვია საერთოდ გრინი ეხლა საქმე რაშია ის ხო თან მუშაობს გესმის ის ისევ გამართულად ხო ვერ მღერი გრინავს რა თან თიბს გრინა მაგას ნიშნავს რა იყო რომ დატირების ტექსტი გიმღერიათ გრინის დროს. კი, არის ეგეთი, როგორ არა. აბა თუ გაიხსენებ რამეს ეგეთი. აი მაგალითად, ვეღარ მავსომ ჩემ ცელს ამოკვეთილა ის მთებშია. მაგას მღეროდნენ გრინში, მე მახსოვს მაშინ რა. თვითონ დაგიტირებიათ ვინმე მამაკაცი ხო იშვიათად ტიროდა მაინც მთაში. იშვიათად ტიროდნენ და მე მახსოვს მოსემ გელაშვილმა იტირა მეუღლე აი ბზიანის სასაფლაოზე რა. მოვიდა მზე და მენაც მუელ დედაო განა დედამთილო ჩვენი ბატონის კარზე და იგინებდნენ ხმადაბლა რა აი სანთლებიენთო ცეცხლიენთო და სასანთლე არის იქ გაკეთებული მუქოში მინახია რა ყოფილა შემთხვევა რომ მე თვითონაც მიმღერია რა ღამე აჰა ხინკალზე და დამბახაჭოზე სიმღერები შენი ჭირი მე ხინგალო შენავს დამაყრი მიწასა თუ გეგეთა კარგი ყავ რა დეთრეინე ციცასა რა თუ გეგეთა კარგი ყავ რა დეთრეინე ციცასა ხაჭოს ხინგალსაც კარგად ვჭამ ორ ფურს ხომ მაინც სწელაო ორ ხინგალს ვაგნით მოგიტან იმას გაკმავებ შენაო ორ ხინგალშინაც შავჭამე მაგრამ გამაწყო ვერაო შერო ქობობლი გიზიდნო სადარი მაგოდენაო
სანათ ორბელაშვილი პირველად როდის მოისმინეთ გარმონი და მიხვდით რომ თქვენი ინსტრუმენტია? მოისმინე გარმონი მეორე კლასში დავდიოდი მაშინ მაიტანეს ახლა მეწარსა მესამე კლასში უკვე მქონდა მაგას რა ქვია? თუშური თუშური. აბა, ეხა ფშაურები რო გაიხსენო სათამაშო საცეკვავოები. მაგსაცეკვავს რა ერქვა? ემასაც ფშაური ხსოვა საიდან დავიწყე მე ბალღობიდან კაცო ბალღობაშია მე 4 კლასში დავდიოდი მესამეშია ისევე თქვა სხვებიცა ქონდა ხურდინები დაწყდა გაფუჭდა და აი ეს ანას პოწერავს დედა 61 წელში როგორ აკეთებდი აი ორნამენტი ფშაური რომელია? აი ეს ხო და რითი განსხვავდებოდა? მაგალითად აბარა ვიცი ჩვენ მაგალითად ეს ხალიჩებს ხებსურება არ აქვს ფერით? ფერით კი არა საერთოდ აი კვანძს ისენ არ აკეთებდი აი ეს მარტო ფშავლება კეთებდი აი მსახიობს ერთად გამოსულია ხებსურების ფარდაგები მინახავ ისინი სხვა ფორმისებია აი ეს თითო კვანძებით არის სადღეგელას რო იტყოდნენ თამადა რო დგებოდა ფეხზე და ლამთავრებდა უნდა დაგვეკრა ერთჯერ მოვექცეინა გადმაერეს წერს ათამაშედა მხრებს აუმენატრება გამოაყოლერა გიგიქნე ხალხენსო თვალი დავლეთი ლებო ჩვენი გომეწრის მთებსო სულხელა ნახეჟი მარი პირმას ტეხი ყოცასო მოდიოდენ ვასკლამი მისქონდნენ პრიაწყალსო მე ვარ თეკლე ბადრიშვილი ბიჭურის ასული. დავიბადე სოფელ შუაფხოში 1929 წლის 20 მაისს. სწავლობდი ჯერ აქ დაწყებითში, მერე ხევსურეთში საშუალო სკოლას, მერე მოვედი და ვცხოვრობ სულ შუაფხოში. აქაური ვარ და აქ მოვკვდები და აქ დავიმარხები. მამა თქვენი იყო ხევისბერი. მასზე რომ მოგვიყვეთ. ბიჭურ ბადრიშვილი იყო ხევისბერი, ჭკვიანი, გონიერი კაცი. წერა კითხვა იმან ქვაზე ისწავლა. ასწავლა ვიღაცა მეზობელმა. მეტყოდა მამა შვილო, კბილი სიტყვა თქვი, კბილი არ გინდა სიყროლე, არა, სიყროლით არავის რა მაუგია. იავნანა ვარდონანა იავნანინა დაიძინე ჩემო შვილო იავნანინა იყავ კარგი გონიერი იავნანინა
მაგას მიმღეროდა დედა ყოველთვის, ხო? სახატოვო ტრადიცია როგორი იყო და გამოაცხობდით ქადებს, სანთლებს და წავიდოდით ხატში. მივიყვანდით საკლავს, ხევის ვერი გამოვლიდოდა, დაილოცებოდა, მერე აანთებდა სანთელს, აუტრუსავდა აი აქ შუბლზე მას მატყს, ბეწვს და მერე დიდება შენ და ღმერთო მაღალოცათ ასწორო ხმელეთის ვადალო ქრისტეო და ღმერთო დასწერე ჯარი ანთებულ სანთელს დადგმულ ჭიქა ბარძიმს. აი ეს საკლავი ვისაც მოუყვანია, რას მხარზე და რა მაზეც გეხვეწებოდეს, შეიწირე, წყალობა მიეცი, საღად მიიღე, ღირსად მიიღე, ღირსეულა და ხსნილა და კურთხეულა და მოვიდამზედა მოხენენცა დედაოგანა დედამთილო ადგილს მიქებდნენ შენ შვილსარა მე შენ შვილ უფრო მამეწონა აბა სადაკავლა ნაშვილი ცხენუნალირი ჩავაბარო ღმერთმა მშვიდობით მახმარო დანიშნული ყოფილა ბალღებოდა მაკდონია ეს დანიშნული შამჯდარა ცხენზე და წამოსულა და მზერო ამოვიდა მივიდა სახში და მიიყვანა ცხენუნაგირი და დაუტოვა იქ აი ძმა თუ მოუკვდებოდათ მას იჭრიდნენ მას ქმარზე არა, ქმრის ტილის ირცხველი იყო. რადმტანჯავს უჯიაშვილო, გვერდზე რადმიბღერ თვალებსა, წინანდელ ნაძმობილარი ეხლა რადმიდებ შარებსა, წინ მეც ვიმსახურია ჩემი სამშობლოს მხარესა, არც ვინ მედავებოდა, არც ვინ მადებდა ვალებსა, კიდევ შაილის ლურჯაი, ფშავ-ხევსურეთის ჭალებსა, კიდევაც გადაუხედნებ ლაშარ-ღელეში ქალებსა. ამ ბერძი მაქვს დაწერილი. აბა რა, როგორი? მე ნუ დამარხავთ შორსადმე მარტო, იახსრის გვერდზე დამასაფლავეთ. რომ იმეტოს ჩემი საფლავი, ჩემი მშობლების უკვდავს სამარეს. თქვენი ყვავილი ეხლა იშლება, ჩემი ფესვებიც კიდა მზრალია. საცა მალე დამიძახებენ, აი რომ მოკვდები დამიძახეს კიდეც, ჩემი დღეები გამოთვლილია, აი რას აგთხოვთ, რას გეხვეწებით, იცხოვრეთ მუდამ კეთილი გულით, სიკეთე რჩება ამ ქვეყნად მხოლოდ. მივდივართ კაცო უნდა გავილაღოთ და მიმღეროთ გავწელოთ გარმონი ვაცეკო ქალები კიდე რას ვაპირებთ რა ვიცი და თავარი რაც არის ამ ექსპედიციაში ვაპირებთ რამე ახლის აღმოჩენა სამი-14 წლისა რო ვიყავი უკვე. ბავშვობიდან აი რა გახსოვთ ყველაზე ტკბილად? არაფერი მახსოვს შრომის მეტი და იმით ვერთობოდი ალბათ. მამაჩემს ბევრი ცხარი ყავდა, ერთი კაი ცხენი ყავდა, ის მყავდა, ცხენი მიყვარს, იარაღი მიყვარდა ბავშვობიდანვე და დღესაც. და გვიმღეროთ კი არ მიგვტყეპავდა და დავიხურავდი თავზე გუდანურს და ჩამეძინებოდა.
Mama gonedeba oxeri ჩამოთოვლილი მათებია ჩაბნელებული ხემხუვი უსორმასო როგორზებია ჩამოთოვლილი ხემხუვი უსორმასო როგორზებია თუ მოგდომებიათ სამუდამოდ წასვლა კი მომდომებია იმიტომ რომ არ იყო არაფერი კავშირი არ იყო ალბათ რო გამხდარიყავი ერთხელ ისე ცუდად ვიყავი ტიროდის ბრაზისგან რა ოცნება გქონდათ? რა ოცნება მქონდა ასახელი მუსიკა ხდება არა ყველაზე დიდი ოცნება მქონდა მანქანა მქონიყო გზა ყოფილიყო გზა ყოფილიყო ხო რა პროფესია საქმე რა გინდოდათ რო გეკეთებინათ რა პროფესია გინდათ სწავლა აი მუსიკა რა ჩემზე უფრო მუსიკა გიყვარდა? კი ძალიან ცეკვაც და მუსიკაც და მშობლებს ეუბნებოდით ხოლმე რომ მუსიკა კი მამა ჩემი პირდებოდა ბევრ რამეს და არ ამისულა მატყუებდა აბა თქვენ ჩამოსვლას თქვენ დახედრას თქვენ გზავრობას თქვენ ფეხის მიწის ამ ჩვენ სამშობლოს და ჩვენ არხოტის მიწაზე რომ დავდგეთ ფეხი და უკეთილ გზავრობას და სიხარულს გისურვებ ჩვენი მიწური ქოხები სამოთხედმისაღებია სუყოლანი შიგმოს თავსდებით დედა მამა და ზომია სუყოლანი შიგმოს თავსდებით დედა მამა და ზომია სანდუა ციკლაური დავიბადა სოფელში ამღას რამდენი წლის ბრძანდებით? მე 80 წელი მე 40-იანი ორ მე 80 წელში ვიქნები ალბათ რამდენი შვილი გქონთ სანდუანები? 6 აი მე შვილი 12 რა ვიცი რა გითხრათ ხო ბავშვობაზე რა გითხრათ ბავშვობა იყო ისეთა რომ ჩვენი სავიცოდით რომ თუ სადმე კიდე რამე ამარემარის გარდა ისე ვიზდებოდით ბალღები ეს დიდ სოფელი ყო და მხიარულ გოგო ბიჭები ყვნეს ამ სოფელში და სრუ ტაშფანდურა იყო სრუ გარმონი იყო რომ ერთაშა ქუჩდებოდეს გოგოები სრუ ყველა ცეკვებდა და მღეროდ სრუ ყველა აი ამ სოფელზე და ლექს და წერილი მამწონ ხარ ჩემო ამღაო სოფელო ნაპირისაო ვიწრო ზიმირგული გალავანებო შამავლეულო მთისაო ხატში რას მღეროდნენ? ფერხისა ემბოდ სადღაცა ჩემბო ფერხისა ხელებს გადააბემდეს კაცები და შუაში ხალზალ მომწყვდეუნ ბალღებს ხელებს აბემდეს ფერხისაში ხელებს გააბემდ ყველა კაცები ახალგაზრდები და იყმაწვილები ხელებზე გადაუწუნიან ზეთოვლი ყმაში თოვლით ისაღებაში ქიდან გამადიოდეს ეს ხელებგამბულება ესე კურგზეთ მადიოდეს ესე მიდიოდეს ხატისკეთ და მღერით და იმით მერე ხატის კარზე რომ მიდგებოდეს გემანცაც ეხლა გმაიარი თქვენ მან და ხატი და მერე გაიხსნებო ერთკან ხელები და ხალებ გამოვიდოდეს გამევიდე ხო ვერ შეხვებოდეს ხატში იქ ხატში შესვლა შეიძლება ხალები ის რუნდო ეცეკუ გოგოს რო ტანისამოს არ უნდა განძრეული ბიჭს კიდე ჩოხებს ხო იცემდეს აი ჩოხის კალთან არ უნდა განძრეული ყნეს ისე უნდა ეცეკუ აი ეცეკუ მთაში ხელებს იჭერდეს შეულები ხალება ესე ხო ხოლოთ ისე ცეკვებდეს რომ ზურგ არ უნდა შეექციო მეცეკვაი ბიჭისად
ვიღაცა გამოვხტებოდა გამართვემდი მე ცეკვა ესა და მე შენ გაგცელებდეს ედგანა დოლი ყმაში ხელის ტაშა ესეთ თუ ისეთი ცეკვა და ის იყო ის რა კეთედეს რომ ფიცარზეთ ხანჯრით უკრედეს ტაშს როი მაგარ ტაშ რო ყოფილიყო ნანე ქალასაო სამკალგაჩენილასაო ტრედრინ უგუნებენა ანგელოზნიას წებენა ნანე დაიძინე გენაცვალი აი ეგეთ რასაც მოვიფიქრებით იმას ვეუბნებოდით სხვა არაფერი სანდუაბებო ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს ჰალალ უნდა იყო ბოროტ არ უნდა იყო ყველაზე კარგი ბოროტო ვინც ბოროტის კარგად არცროს არ იქნებს ბოლოს მაინც ვერ იქნებს ბოროტობა არ შეიძლება ჰალალ უნდა იყო მე აქ ვიქნები ახლა მეუბნებიან ჩემ შვილებს რომ არცადაც არ წახო აი აქ არ გაგწირავთო და მე ვეუბნებ რომ უკვე დროი ახლა 3-4 წელს ვიყავ ქალაქში და იქ აღარ წავალ საცხოვრებლად აქ ვიქნება დგიც ღმერთ დაგლოცნასთ ღმერთ გაგლოცნას ხელმაგიმართას ხელმაგიმართას მოდი გადაიღე რა მეც უნდა დავცეკვდე